ესე იგი ძალიან საინტერესო თემაზე სანამ დავიწყო, იმას თუ არ ემღერება ეხლა ვიზეც ვღერი ხართ, მაგრამ ეხლა რომ გავედი რეკლამის დროს ჩვენს ოპერატორს ერთ-ერთს უპოვია თამოტეხილი თოლია და არის ჩვენთან. დილი არის და ხუთები გადააჭერეს ერთმანეთზე და გთხოვთ რომ რეკავენ ეხლა ზოოპარკში, რა ვიცი, ვისაც ეხება რომ იქნება მოხვიდეთ და გიფსი დაადოთ. ადრე მე ბუიპოვე ერთხელ. მაგარი საყვარელი ბუმერე Facebook-ზე მეძო ფოტოები წაიყვანეს მიხედეს ზოოპარკში და გთხოვთ რომ იქნება მობრძანდი ჩვენთან არის რუსთავიორში. თამოტეხილი თოლია. თამოთ მოტეხილი და რაღაც ცუდად არის რა მოკლედ. უშველეთ და დარეკავენ ალბათ ჩვენების და ესე ჩავთვალეთ საჭიროთ რომ გამეხოვანებინა შუადღის პირდაპირ ეთერში. კაია, მეც მინდა ვნახო. აბლოკის შემდეგ ვნახავ. თუ წაიყვანეს მე იქ მიაკითხე და ნახე სადაც იქნება. არ მე უკვე მოვინახულე. აბლოკის მერე მოვინახულებ აქან საავადმყოფოში თუ გადავრჩი ნერვიულობას, იმიტომ რომ ისეთი ინფორმაცია არის. მაგაზე ნერვიულობა. დასაჟღერებელი ხარ რომ არ ვიცი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და მერე მოდის სრულიად ესეთი აღმაშფოთებელი უვარგისი კვერცხი, ვადაგაცული ძეხი და ასე შემდეგ კონსერვი, საკონდიტრო ნაწარმი და ხილიც კი. ამ თემაზე არაერთხელ გაგვიკეთებია ჩვენ გადაცემა, გვისაუბრია ბევრჯერ, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ეს საუბარი არ უნდა ყოფილიყო ერთჯერადი, იმიტომ რომ როგორც არაერთხელ აღნიშნეთ, ბევრი ადამიანის როლის გაერთიანებაა საჭირო იმისათვის, რომ პრობლემა იქნას დაძლეული, ასე ვთქვათ. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, ქალბატონ ლია თოდუა, მომხმარებელი ჯის ხელმძღვანელი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ბატონი თენგიზ კალანდაძე არიან დღეს ჩვენ გადაცემის სტუმრები. მოგძანდით, სალამი. გამარჯობა. მოგძანდით. საოცარი ფაქტებია და ჯერიმები ისე 300 ლარი, 400 ლარი. პირველში გვინდა რომ დავიწყოთ ფაქტებით, რა თქმა უნდა, რომ მაყურებელი იყოს საქმის კურსში კონკრეტულად სად და რა მოიღეთ და როგორ მდგომარეობაში. ფაქტები, რომლის შერბილებაც არის შეუძლებელი. და არ მოგცემთ თავისუფლებას შევარდნილოთ. არა, ჩვენც არ ვაპირებთ რომ შევარდნილოთ, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოძლებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენთან შემოდის კვერცხი, ალბათ ბიზნეს კუთხით იაფია და იმიტომ, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადად 95% ჩვენი ბაზარის დაკმაყოფილებულია ქართული კვერცხი. ხანდახან შემოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ეს არის თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კანონმდებლობით კვერცხის მაქსიმალური ვადა რეალიზაციის არის 1 თვე. და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მონიტორინგის დროს აღმოვაჩენთ, რომ არის ვადაგასული პროდუქცია, რა თქმა უნდა, ჩვენ მას ამოვიღებთ და მეწარმეს ვალდებულებთ, რომ მან გაანადგუროს ეს პროდუქცია ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ. ვთქვათ, რა საფრთხე არის, აი, ვადაგასული კვერცხი. კი არა, რა მოიღეს ჯერ რა ეს მოთხოვთ კონკრეტულად. ანუ, ეს პერიოდულად ხდება მთელი წლის განმავლობაში მონიტორინგი აქვს, შეიძლება იყოს ვადაგასული კვერცხის, ძეხვეულიც სხვადასხვა ტკბილეული ბავშვებისთვის, რაც არის ძალიან ასე თქვა საყვარელი კონსერვები და ასე შემდეგ. ეს დახლიდან მოხდა თუ საწარმოო? მაღაზიაში ხდება უშუალოდ ამის შემოწმება. გასაყიდად გამზადებული ამოიღეს. რეალიზაცია. ანუ ტექნიკურად როგორ ხდება, რომ თქვა ერთი დღე, მაშინ როცა არავინ არ იცის, ინსპექტორი დადის და შედის. ხო, ერთი დღე არა, ყოველ დღე. ყოველ დღე. დიახ, რა თქმა უნდა. არა, ყოველ დღე ყველა მაღაზია არ მოწმდება. ყოველ დღე ყველა არა, ჩვენი ინსპექტორები გადიან ყოველ დღე. და რომელ მაღაზიაში მოყვება ეკაც. აი, ხა მე მაინტერესებს, ინსპექტორებს როცა იყო საუბარი, ცოტა ისეთი იყო რა, ანუ სასევდიანად სასაცილო რაოდენობა ინსპექტორთა, იმიტომ რომ არ იყო საკმარისი. 10 ინსპექტორზე იყო. შეიცვალა 20 იყოს თუ გინდათ. შეიცვალა ინსპექტორთა. დიახ, ანუ იყო ესე რომ ინსპექტირება ხდებოდა ცენტრალიზებულად, ანუ თბილისიდან გადიოდნენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თელ საქართველოზე 20. თელ საქართველოს მასშტაბით 20 ინსპექტორი იყო სულ და წელს ჩვენ ბიუჯეტში საშტატო განრიგით ბიუჯეტით განისაზღვრა დაგვემატა 200 ახალი შტატი. აქედან სულ 90-მდე იქნებიან ინსპექტორები, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ ინსპექტირებას და ეხლა მიმდინარეობს კონკურსი, უკვე 1 თვეა და აყვავს ახალი კადრები. დაძრულია ასევე დავასრულებ, ეს სისტემა შეიცვალა და ცენტრალიზებული აღარ იქნება, ანუ რეგიონებშიც გვეყოლება ინსპექტორები და რეგიონულ, ასე ვთქვათ, ობიექტებს იქაური სპეციალისტები შემოწმება. რეგიონები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ რეგიონულმა სამსახურებმა გამოავლინეს მარნეულში, გარდაბანსა და წალკაში 5 მეწარმე,
რომელიც ბიზნეს ოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რის გამოც დაიღვა იმ კოდექსის ეს მუხლი და შესაბამისად გადარჩა ადამიანები, ვინც არ შეიძინა პროდუქცია, რომელსაც ისინი ყიდნენ. გადარჩა არა, ანუ ეს არის კანონის ერთ-ერთი მოთხოვნა, ის შეიძლება რეალიზაციის დროს არც არაფერს არ არგობდა პრინციპში და კარგ პროდუქციას ყიდდა, მაგრამ კანონი მოითხოვს, როდესაც მეწარმე იქნება დარეგისტრირებული ის კიდევ ხელახლა უნდა იყოს დარეგისტრირებული როგორც სურსათის წარმოება. ჩვენ ახლა საუბრობთ იმ კანონზე, რომ რადგან ის არ იყო მეწარმე დარეგისტრირებული, ამიტომ ჰიგიენას და რაღაცებს არ ექვემდებარებოდა. ჩვენი კონტროლის ქვეშ არ ექცევა. ხო და აი კანონზე დავიწყეთ საუბარი. 2014 წელს შეიცვალა, ხო, ეს კანონი მე სწორად მახსოვს, ამაზე საუბრობდით, მაგრამ დევს და წარდგენილი უნდა იქნას ძალიან მალე პარლამენტში. რა სიტყვით დაემატა ის ეტიკეტირებაზე ჯარიმა, მაგრამ არ დაემატა ვადაგასრულობაზე ჯარიმა. აი 400 ლარიანი ჯარიმა რო იყო ასევე ინსპექტორს და რაოდენობის არ იყოს სასაცილო, ხო? აქ ამ თვალსაზრისით ვაპირებთ რამეს. ესე იგი ჯარიმების ოდენობას რაც შეეხება ეს საკმაოდ მწვავე საკითხია და ქალბატონი ლია ვიცით განსხვავებულ აზრს აყენებს, მაგრამ ძალიან რთულია ის მოსაზრება, რომ მეწარმის ბრუნვიდან გამომდინარე იყოს საჯარიმო სანქცია, რომ ის ჯიბე სერიოზულად დაარტყას. ეს ძალიან რთული მექანიზმი გახლავთ, იმიტომ რომ ჩვენს ინსპექტორებს არ აქვთ უფლება ჩვენ ბრუნვები ვნახოთ. ეს ფინანსური საიდუმლო, ასე ვთქვათ, მათი კომერციული საიდუმლოება გახლავთ და ჩვენ ამის უფლება არ აგვაქვს. თანხა შეგვიძლია გავზარდოთ ელემენტარულად. შესაძლებელია, მაგრამ მე გეტყვით პრაქტიკაში რაც ხდება, ის ჯარიმები, რასაც დღეს ჩვენ ვახორციელებთ, ძალიან კარგად მუშაობს. მაგალითად, ეტიკეტის ჯარიმა შეიძლება ზოგიერთ კარგს ძალიან შეეშინდა 400 ლარის, რომელთაც თქვენ დააჯერეთ. ხო, ჩვენ აი გიპასუხებთ, აი ძალიან მარტივად გიპასუხებთ. ანუ ის ჯარიმები, რაც ჩვენ ეტიკეტზე განვახორციელებთ, არ აქვს მაგალითად ზოგიერთ პროდუქციას ქართული ეტიკეტირება, ან დარღვეული ეტიკეტირების წესი, არასრული ინფორმაცია. ძალიან მალე დაიწყო ნებისმიერმა დისტრიბუციამ, ვინ შემომტანია უკვე ამ შედეგი გამოიღო, ანუ ეტიკეტის დიახ, შედეგი გამოიღო მათ არა მარტო ჩვენი ჯარიმის გამო, ამის გაპიარება ხდება სწორად, ინფორმირებულება ხდება სწორად, არა მარტო ჩვენი მხრივ, არასამთავრობოების მხრიდანაც ხდება, რა თქმა უნდა და ამიტომ ისინი მათზე დარტყმა უფრო 300 ლარიანი ჯარიმით კი არ ხდება. ინფორმაციული დარტყმა ხდება და შერცვენით. ძალიან კარგად იციან. გამოცხადება უფრო ზარალია იმის. იცით რა, რეალურად კითხოთ ახლა. თქვათ, ისევ იგივე განმეორდა ჯარიმის რაოდენობა ისევ 400 ლარი. არა, ანუ პირველ ჯერზე ჯარიმა არის 400 ლარი, განმეორებით არის 1200 ლარი. ყოველ განმეორებითზე კიდევ 1200 ლარი. ეს შეეხება პატარა სასურსათო მაღაზიასაც და კარხულსაც და ვთქვათ სუპერმარკეტს. იცით რა, ჩვენ ამის ბერკეტი გაგვაჩნია, იმიტომ რომ ეს ჯარიმა შეგვიძლია ყოველ დღე გავაკეთოთ. ამას არ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ მეწარმე არ დაგვემორჩილოს, გითხრას რომ აი 400 ლარი არაფერი არაა და არ მაინტერესებს თქვენი კანონები, ესეთი რამე არ ხდება რა. ყველა მეწარმე რომელიღაცა სუპერმარკეტში, აი კვერცხის ამოღებაზე რომ საუბრობდით, ეს კონკრეტულად სად მოხდა? სამწუხაროდ მე არ ვიცი, ხა ბევრი ინფორმაცია ხდება ესეთი და არა, ესეთი ინფორმაცია რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფურშეთ ჯორჯიადან მოლდოვური კვერცხი ამოიღო, რომელიც იყო ვადაგასული. ერთ-ერთი მათ ჰქონდათ იმპორტირებული კვერცხი, რეალიზაციას ახდენდნენ, ჩვენ ნახეთ რომ ვადაგასული იყო და ამოვიღეთ. და დააჯარიმეთ. არა, ვადაგასულებაზე არ არის დაჯერება. არ არის. მარტო ამოიღეთ. არის ამოღება და განადგურება. ქავტოლია, ძალიან მიყვარს, როდესაც თქვენი წყვილი მოდის ხოლმე ამ თემაზე სასაუბროთ, იმიტომ რომ თქვენ უფრო სწორ, ასე ვთქვათ, ოპონირებას უწევთ ერთმანეთს. თქვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ რა შეიცვალა, ვთქვათ, მომხმარებლის სასარგებლოდ და აი რა არის ყველაზე მწვავე დღეს თქვენი ანუ კარგი არის ის ბოლო 2 თვის განმავლობაში რაც მოხდა ეს რომ ამოქმედდა ჯარიმები ეტიკეტირებაზე და საერთოდ ეტიკეტს ყურადღება მიაქციეს უკვე 5 წელია ეს ეტიკეტირების მოთხოვნა მუშაობს და აღარც ახსოვდათ მეწარმეებს საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას მაგრამ მე ვერ დავეთანხმები იმას რომ კარგი ვთქვათ ვიღაცებს შეეშინდათ 400 ლარიანი ჯარიმის მაგრამ მეწარმე ყოველთვის აკეთებს გათვლას რისკების და შესაძლო დანაკარგების ხო თუ ამ პარტიიდან მე შემომივა სიტყვაზე არ ვიცი მე 1000 ან 10000 ლარი და ჯარიმა მაქსიმუმ ექნება 400 ლარი გაუშვებ ამ პარტიას იყოს ესეთი ხომ და ასე შემდეგ
ხომ არა, მე ვარ საფრთხეა მანდ ვიღაცა რომ მოეწონოს მოვიდეს და გიჩივლოს და მე დიდ პროცესებში ჩაგიტრიოს და ეგეც როგორ უნდა გიჩივლოს? კი, თუ მოიწამლა და დაავადდა და რაღაცა კი, მაგრამ ეტიკეტზე კი ბატონო არსებობს საფრთხე, თუნდაც იგივე რომ ეტიკეტზე არ დააქვთ ალერგენები და ვიღაცას ალერგიული შოკი დაემართა და მეთო დაგვიფაროს და რაღაცა მოვიდა. ეტიკეტზე საუბრობთ, ესეთი რამოდენიმე ფაქტი არ ვიცი ჭორია თუ სინამდვილე, ხო? რომ ვთქვათ, როდესაც შემოდის ეს გენმოდიფიცირებული პროდუქტი, რომელსაც მითითებული იყოს, მითითებული უნდა იყოს, იცვლება ეტიკეტირების დროს ეს მონაცემი და გმ-ს რაღაც აბრევიატურა უნდა ეწეროს და რაღაცებს არ ეწერია, მათ შორის სოიუ არის. შესაძლებელია რომ შემომტანმა რაღაცნაირად არ ვიცი იხიმან დროს მოახდინოს დაფარვა, შეცვლა. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს არის სპეციალისტის დანაშაულება თუ არა? ჩვეულებრივი ფალსიფიკაციაა. ეს ფაქტი გამოვლენილა თუ არა ბატონო? გამოავლენს არასამთავრობოებმა ჩვენი კუთხით არ გამოვლენილა და ძალიან მალე ჩვენ დავიწყებთ ამის კონტროლს. სულ რაღაც 2-3 კვირაში. ძალიან კარგი. ანუ შემომტანებს არა აქვთ ამის ვალდებულება, რომ საქართველოში შემოტანის დროს მათ უნდა მოვეხდინათ მარკირება, უბრალოდ სანქცია არა აქვთ. ამიტომ ისინი არ აკეთებდნენ. ხა მეწარმეს რამეს თუ არ დაავალებ, ის ზედმეტ ხარჯებს არ გაიგებს. და რა თქმა უნდა რაღაცას შეეცდება რომ ანუ ლაპარაკი რაზეა, შემომტანს არ აქვს ვალდებულება რომ იქ სწორად ეწეროს, გამყიდველს აქვს ვალდებულება რომ სწორად ეწეროს. ჩვენ გამყიდველს ანუ გამყიდვის წერტილში შევამოწმეთ და არ შეესაბამებოდა, ანუ გენმოდიფიცირებული იყო და არ ეწერა. და ახლა ისინი ვის დაავალდებულებენ, ანუ დანაშავე არის ვინც ყიდავს. არა, გამყიდველს რო აქვს ვალდებულება, ეგეც საქმეა ამ შემთხვევაში. ანუ ხვდებით გზა უკვე პოულობ. ანუ გამყიდველმა მოსთხოვა ესა უკვე დისტრიბუტორ შემომტანს ასე შემდეგ. უსმენთ ალბათ რომ ძალიან მალე დარეგულირდება გარემოს დაცვის სამინისტრო დაარეგულირებს ამას. სათესლე და სანერგე მასალების გენმოდიფიცირებაზე საუბარი შემოტანა, ანუ რეგულირებადი იქნება ეს და არ იქნება თავისუფალ მიმოქცევაში. ანუ როგორ უნდა შემოვიდეს ლიცენზირებადი, სად უნდა დათესონ და ასე შემდეგ, რომ არ დააზიანოს თან ბიომრავალფეროვნება ჩვენი. ხოლო რაც შეეხება თვითონ ზაპროდუქციას, სურსაც ეს საშიში დამტვერვის კუთხით არ არის, მაგრამ სურსათი უნდა იყოს მარკირებული თავისთავად. ეს დღეს და არჩევანი გააკეთოს მომხმარებელმა სურს მას გენმოდიფიცირებული. ჩვენ დავიწყებთ ამის პრაქტიკულად შემოწმებას ლაბორატორიული კუთხით, ანუ ლაბორატორია გაჩნდა უკვე, იცით ალბათ თქვენ, რომელიც ამოწევს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს და ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ტენდერი და ძალიან მალე დავიწყებთ ძირითადად მარცვლეული კულტურების ანალიზს, არის თუ არა გენმოდიფიცირებული. ხორცს პროდუქტებზე მინდა რომ გკითხოთ, ზოგადად ეს რამდენჯერ ყოფილა ჩვენს ეთერშიც არაერთხელ ეს ჯაჭვი თქვათ ბაზრიდან სადამდე მივყავართ ალბათ ფერმამდე, სიტყვაზე ვამბობ. ფერმებში თუ ხორციელდება უშუალოდ რა გარკვეული ტიპის დაკვირვება და რაიმე სიახლეები თუ ხორცს პროდუქტების კონტროლთან? დიახ, ჩვენი ოფიციალური სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სწორედ ფერმას ჩვენ ვეძახით პირველად წარმოებას, ანუ დაწყებული პირველადი წარმოებიდან, გადამუშავებიდან, დისტრიბუციიდან და რეალიზაციამდე. ვამოწმებთ ჩვენ ფერმებს, როგორც საქონლის, ასევე ღორის, ქათმის ფერმებს. შემდეგ მათ სასაკლაოებს, გადამამუშავებელ წარმოებას და სარეალიზაციო. სწორედ ამის შედეგად ღორების ფერმა შეპასა კალანდაში ღორების დაცემის ფაქტთან დაკავშირებით მოკლედ გვამები გაანადგურეს ეს დაცემა სიკვდილიანობას ნიშნავს. ანუ რა მოხდა? ავადობა იყო? გარკვეული დაავადება მოხდა ის. დაპირებდნენ გაყიდვას თუ რატომ მოხდა? ჩვენ ეს პირველივე დღიდანვე ვიცით, იმას ვერ გაყიდეს, ის 1 საათში მოხდება და ანუ სასაქონლო სახე არ ექნება. ჩვენი ვეტექიმის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ხდება ეს, რომლებიც სოცლები არიან გარკვეული რაოდენობით, ისინი იკლებიან კონკრეტულ სასაკლაოზე, სადაც დგას ჩვენი ვეტერინარი. ანუ სრული კონტროლია მაგასთან დაკავშირებით. ქართულია. მაგას თვითონაც არიზავდნენ, ვიცი. კარგი ფირმაა, ქალბატონელია, ესეთი ძალიან სუფთა, ძალიან აი მეციკწავა. მართლა გეუბნები, კი, მაგას რაი მე ხო ხორცი მიყვარს. ქალბატონელია, აი საუბარია, რომ რაღაცა ახალი მიდგომაა, ხო, ამ სააგენტოს სურსათის უნებლობის. რაღაცა ფაქტები მოყავს ბატონ თენგის, საკმაოდ სასიამოვნო გაიზარდა ის. არა, სასიამოვნო რაღაცა ძვრები არის, ინსპექტორები გაიზარდა, რაღაც ლაბორატორიები ამუშავდა. კანონმდებლობაში რაღაცა შევცვლით. ფაქტიურად თუ დაეტყო უკვე, ვთქვათ, მომხმარ, აი თქვენ რა პრობლემაზეც მუშაობთ. არა ხო, ნელ-ნელა დაეტყო, მაგრამ ახლა ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ჯერ გავით. მე მიმაჩნია, რომ ინსპექტირება არის ძალიან იშვიათი მაინც,
იმიტომ რომ აი ცოტანი არიან ელემენტარულად თუ რაოდენობა გაიზრდება ახლა 1% მაინც ხომ უნდა შემოწმდეს მეწარმეების ამ სფეროში დაკავებული მეწარმეების წლის განმავლობაში ამასაც ვერ ახერხებენ ანუ რაღაცნაირად ხომ უნდა მოხერხდეს რომ 40,000 მარტო ოფიციალურად რეგისტრირებულია ხო ну ახლა 4,000 მაინც ხომ უნდა შეამოწმონ 10% წელიწადში შეამოწმეთ და 10 წელიწადში ყველა შემოწმებული იქნება და ამაზე შევთანხმდებით მავნე პროდუქტებთან კიდევ მავნე პროდუქტებთან დაკავშირებით სტატისტიკა შეიცვალა შემცირდა ცოტა იქ გაფუჭებული იყო ვთქვათ ძალიან ყოველ მეორე ყოველ მესამე მეოთხე არ ვიცი სათუ მაღაზიაში იქ გაფუჭებული აქვს ხორცი აი სტატისტიკა ცოტა გაუმჯობესდა სტატისტიკა პატარ-პატარა მაღაზიებს და არაქსელური სუპერმარკეტებს ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ ასე მნიშვნელოვნად სტატისტიკა ჩვენ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ, წინა წლებში საერთოდ არ ხდებოდა. მოამრავი პროდუქცია არის ამოღებული ჩვენს მიერ და განადგურებული. გაფუჭებული, ვადაგასული, როგორც თხევადი, ასევე მყარი საკვები. მე როგორც ვთქვა, მაინც ცოტა დავედი წინ. ცოტა წინ, ხო. საიტი რა გახსენეთ, ცხელი ხაზი თუ ფუნქციონირებს. კი, ცხელი ხაზი აქ ვიცი და მე მგონი მომხმარებლებიც უფრო პრეტენზიულები გავხდით და ეს არის ყველაზე კარგი და ეს არის ყველაზე იმედის მომცემი, რომ მომხმარებელი უფრო ყურადღებით არის უფრო მომთხოვნი. 65. ვერ გავიგეთ? 91, 65. 65 ან 67 დაბოლდა. არ მოგერიდოთ თქვენი პრეტენზიის აი ეგ კიდე საკე თემა. არ დაგეზარო. ერთი რაღაცა მინდა გითხოთ. იცით, მე ჯერ არ შევსულ ვარ, ამიტომ ჩემ აზრს ვერანაირად ვერ ვიტყვი, მაგრამ ქალაქში გაჩნდა აწერია ბიოსასურსათო ბიომაღაზია. ანუ რამდენად ის მართლა შემიძლია დავიჯერო შევიდე, კარტოფილი ვიყიდო ბევრად ძვირად, ალბათ. და ეს იყოს ნამდვილად იმ მიწაზე მოყვანილი, რომ სადაც თუ ეს გიპასუხებ, თუ ეს პროდუქცია იქნება ევროპიდან შემოტანილი, დაიჯერეთ რომ ნამდვილად ბიო. ევროპიდან. მაგრამ ჯერჯერობით, ხო, თუ ევროპულია და აწერია ბიო, ეს ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთან ამას კანონი არ არეგულირებს, კანონი იქნა მიღებული, მაგრამ გადავადებული იქნა მეწარმეთა მოთხოვნით 6 თვით საფხულამდე, რომელიც ამოქმედება ხელახლა. ეს ითვალისწინებს იმას, რომ ორი მეწარმის მოთხოვნით, მაგრამ მაინც. ხო, ეს ითვალისწინებს იმას, რომ ვისაც სურს რომ დააწეროს ბიო, ეკო ან ორგანული, მან უნდა დააკმაყოფილოს ამ კანონის მოთხოვნა. ეკო აწერია. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ მან უნდა გაიაროს შესაბამისი სერტიფიცირება, არაფერი განსაკუთრებული იქ არ არის. ანუ ყველა არ უნდა იხმაროს ბიო ეკო, დასახელებაში არ უნდა ქონდეს ბიო ეკო და არ უნდა ქონდეს ნატურალური შენმოთხოვნა კარგი, ძალიან დიდი მადლობა. კარგი ახლა აი ეს გახსნილი ღია საუბარი, ჩვენ ამ თემას გავაგზავნებთ ალბათ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ყველას რო ეხება ისეთ თემა არის, მაგრამ მონაწილეები არ არსებობს. და იმედია ჩვენი სტუმარი არ გუწყეს, რომ ხანდახან ვცდილობთ უფრო მომხმარებლის მხარე დავიჭიროთ და კრიტიკულები ვიყოთ სახელმწიფოები. არა, კრიტიკულები ვიყოთ სახელმწიფოს მიმართ. მომხმარებას გააქტიურებისკენ მოუწოდებთ. წაიკითხონ, სურსაც რას ყიდულობენ. როცა ტანსაცმელს ყიდულობენ და 1 საათი ვდგევარ სარკის წინ, სურსაც რატომღაც ეტიკეტს არ გიყიდულობენ. გეთანხმები, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა და რა გვიქხა? მომხმარებელი გაახარა ბეკო, მოკლედ. ბეკო გაახარა ქალბატონი მომხმარებლები აქციით. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია ბეკო რომარც განსაკუთრებული აქციით შეხვდა. სპეციალური ფასები ქალბატონებისთვის აუცილებელ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გავრცელდა. კომპანია ბეკო სრულიად საქართველოს უოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს. ჩვენთან არის აქცია ჭურვის საერთ მანქანებზე და საერთ მანქანებზე. ასევე ვრცელდება ფასდაკლებები ჩასშენებელ ტექნიკაზე. აქცია დაიწყო 3 მარტს და გაგრძელდება მარტის ბოლომდე. ვრცელდება 3 წელიწადნახევარი გარანტია და ასევე მიტანა და მონტაჟი გვაქვს უფასოდ. რომარც ბეკოს მაღაზიაში მისული ყველა ქალბატონი ვარდებით დასაჩუქრდა. გარდა ამისა, ბეკოს ტექნიკის მომხმარებელ ქალბატონებს, ვინც პრომოგოგონების კითხვებს სწორი პასუხები გასცეს, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. მოვედი საშოპინგო, ეს აქცია შემხდა ბეკოში, გავეცი კითხვის პასუხი და საჩუქარიც მივიღე. მისთვის დიდი მადლობა ბეკოს. დღის განმავლობაში თბილისის ცენტრალში მდებარე ბეკოს მაღაზიაში მომხმარებლების განწყობაზე პროექტ ნიჭიერის კონკურსანტები ჯგუფით ესეუ არ ისრუნავდა. ბეკომ და ესეუ არტმა გადავწყვეტეთ, რომ 8 მარტს ქალთა დღეს რაღაც ლამაზი საჩუქარი გავეკეთებინა ქალებისთვის, მანდილოსნებისთვის და რაღაც მაღაზიაში გადავწყვეტა პატარა ლამაზი კონცერტი ჩაგვეტარებინა და ვფიქრობთ, რომ ეს
გვხვდება ბეკოს მაღაზიასაც კარგად გავაფორმოთ და მანდილოსნებსაც ამას საჩუქარს გავუკეთებთ. ფასდაკლებები ბეკოს მაღაზიათა ქსელში მარტის ბოლომდე გაგრძელდება. გაიცანით, The Groove ჯგუფის სრული შემადგენლობით სხვა შუადღის სტუმარია, როდის გაიმართება სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია და სად ჩატარდება პირველი კონცერტი. The Groove მუსიკალური ნომრით სხვა შუადღის დასკვნით ნაწილში.